უკაცრავად. ეს ადგილი ალბათ გეცნობათ. აქაურ მარკეტში მოვედით. ის თურმე არ ყოფილა ქსელური მარკეტი, რომელიც გვეგონა. ყოფილა ტურისტებზე გაცვლილი, ანუ აქვს უფრო მაღალი ფასები, ამიტომ მოვედით. ალფა-ვიტა ვასილოპლოში, რომელიც არის ბერძნული ქსელური სუპერმარკეტი და არ იქნება განსხვავებული ფასები. Καλησπέρα. თქვენ არ გიგონოთ რომ აქ მარტო ვარ. ნიკა ყოველთვის 24 შვიდზე ჩართულია ჩვენთან ლაივში. ამიტომ ჩემი ქმარი და ნიკა ვარ. და შვაგი ხო, შვაგი დამოვიწყო. ვიყიდეთ რაღაცეები. მივდივარ სახლში და რაღაცნაირად ისეთი სასიამოვნო ამიდია, რომ ვიფიქრეთ მე ისე გამოვიდეთ და სადმე ყავა დავლიოთ. დღეს გადავიხადეთ 36 და 21 და მოდი ვნახოთ რაში. თის ჩაი 2.62, 3 ცალი საპარსი 3.98, ვეას კრემი 4.99, ამას აწერია ხელის კრემი, თვითონ შებუთვაზე არა ოღონდ, ჩეკზე და რა მე როგორც ვიცი სახეზეც ხმარობენ და ძალიან კმაყოფილები არიან, ამიტომ მოვსინჯავ. საპარსი ქაფი 5.50, სახის დასაბანი 6.20, ლიმონი დაგვიჯდა €1.26, არის 585 გრამი. 3 ცალი კიტრი, თითო ღირს 59 ცენტი და სამივე გამოვიდა €1.77. ორი ცალკე საცხობში ვიყიდეთ. 3 ევრომდე დაგვიჯდა. ეს ის ჩვენი ყიყლიყოები. დღევანდელმა პურმა 8 კვერცხი შეიწირა. რა საყვარლები არიან. მოგვიტანეს საჭმელი. გვაქვს თევზის სუპი. მაგრამ ძალიან პატარა პორცია და ეს არის კრიხარაკი, როგორც ჩანს, ცარიელი. რუკაზე ვნახეთ ეს ადგილი. სიყვარულის ხიდის სტილში არის გაკეთებული და აქვს შებმული ბოქლომები. არის მირტოს სანაპიროს ზედა მხარეს. იქ ხედავთ სოსის სანაპიროსაც. ეს ძალიან რელიგიური წყვილი უნდა იყოს. ნეტა ეს წყვილები ისევ ერთად თუ არიან. რა საინტერესო. ისიც რა საყვარელია. ეს რამხელა ბოქლომია. ხოს პლუს м და აწერია ოლა ესი მონო ესი. ყველაფერი შენ, მხოლოდ შენ. როგორი რომანტიულია. აი სანაპიროს სანახავად ვიდივარ. გავაჩერეთ მოტო აქ და დანარჩენ გზას გავივლით ფეხით და უნდა ჩავიდეთ აი აქ. ჯაუ! ამას რა სახე აქ? აუ, შენი ეშინიეთ. რატო გოშტარდებიან? რა საყვარლები არიან? ეს ნახე ეს.
ხო, წამო, ხო. მიდი პირველად. წადი ხო და. წამოვალ, რას ვერ წამოვალ, წამო. ნელა, ვაიმე ბებ. ვაიმე როგორ შემეშინდა. წამო. მე წავალ შევერცა. მორალი, არასდროს აირჩიო მოკლე გზა. ხო, რაღაც ჯადოსნური ადგილია. ამას უყურეთ. შევჩერდით. ეგეთ დასაწყობად. ღმერთების კუნძულზე ვარ თემდენი. ქაღმერთი ელისაბეტა. ვერ გაგვიძლო და მაინც ჩამოვედით ქვემოთ. მივეშურები მირტოს სანაპიროსკენ და ვარ ისევ მარტო. ვაჟა მუშაობს. ეს მუხლუხო გადავიყვანოთ გზიდან, თორე მანქანა გასრისავს. ამოდი რა, გადაგიყვანო. აი ეს ლურჯინებს სიყვარპიები როგორ მომწონს. ულამაზესია. იქიდან ქვები ცვივა. მეგონა იმ დღეს წვიმის ბრალი იყო და თურმე ესეც ცვივა ხოლმე. დღეს 7-ია ზღვა და არ არის ამღვრეული. ძალიან გამჭირვალეა. როგორც ჩანს კენჭები. ოჯახი არის ქაროვნებით მოსული. პატარა ბავშვი წყავთ. ასეთი წარმომიდგენია ჩემი დავაჟას მომავალი. დღეს ძალიან ბევრი იახტები აჩერებენ ასის სანაპიროსთან. ალბათ დაიწყო უკვე ტურისტული ტურების სეზონი. ნახეთ რა საოცრად არის წრე წარმოქმნილი მზის გარშემო.
ამ მოვლენას თურმე ეწოდება 22 გრადუსიანი ჰალო, რომელიც ატმოსფეროში არსებული ყინულის კრისტალების დამსახურებით წარმოიქმნება. ხალხური დაკვირვებით მზის გარშემო გვირგვინი ამინდის გაუარსების ნიშანია. ასევე მეცნიერულადაც თბილი ჰაერის დაწვიმის მომასწავლებელია, რომელიც როგორც წესი 24-დან 48 საათში ჩნდება. თქვენ გქონდათ ნანახი მსგავსი რამე? მე პირველად. უკვე ზედმეტები მომდის და მას ხო დავიწვი, მაგრამ გამოიცანით, მაინც არ ვაკვირდებ აქედან წასვლას. ეს ის ოჯახია, ქარავით რო არის ნიშნული. მოვიდა ჩემი ცხოვრება. ხო. ასიცა ხოდა და ესე გაიშოტა მზეზე იმის იმედით, რომ გადამასწრებს რუჯში. ისეთი გამწარებულია ჩემი შემყურე. აღარ იცის რა გააკეთო. გაიწია რა მზიდან მოგთავაზე. ჩვენი სახში წასვლის დროც დადგა. მაგრამ და ვიწვი. ხო. მოტოზე მინდოდა ლიზასთვის სურათის გადაღება და უთხარი დაჯექი თქვა. დაჯდა და ფეხი დაიწვა. თან მაგრად ცივწყა შეუშურა ფეხი თქო და 10 წუთია აი ასე დგას. შურიძიე. არა. და გადავიღე. არა. მართლა, მაგრამ ხო, კარმა ბეიბი, კარმა. მე რა შუაში ვიყავი? გიშველის დამიჯერა ეგ. ამას თუ ამჩნევთ, რომ ყველგან თავისი დრონით დადის. მაიმე როგორ გვიყურებენ ამათ შეხედეთ. იცი როგორ შავი ხარ? სულ შავი ხარ. აი ესე ვიყავი იმ დღეს. რომ გადმოვა იმ ზაიყო კადრის გასაცხლებას ცდილობდი. ეს გაიწია ხელი რომ ცოტა სარისკო არა, ესე აქედან გადმოვარდი. ეს სათვალეები ვიპოვეთ სანაპიროდან რომ ამოვდიოდით. აუ მაგარია. კი. ძერს კია ცა. აბა, მაშინ ჩემი ზომა იქნება. მგონი ბავშვის სახე მაგრამ ის გინდათ რომ გაჩუქოთ, დაგვიწეთ კომენტარი და გავაკეთოთ გადამაშა. სამინისტროდან გამოგზავნილი კორვეტიდან ფურცელი ამოიღო. ბედნიერად იბადებიან კეთილშობილი ყაჩაღები, იმ დიდრებს რომ მართმევენ. უნდა შეგვედარებინა დავასკვენი რომ ის ჩვენი საუზმე, საათას როგორც ხედავთ, ღარიბული შეხედულება აქვს, იმიტომ რომ თანხა გვიმთავრდება ანგარიშზე. გამოზოგვა დავიწყეთ. არა, თავარია ეს ხედი გვაქვს წინ. აბა რა, ერთადავერთ თავარია.
დღეს როგორც ხედავთ, ცოტა მეტად გამოვიბრანჭე. მივდივართ ახალი სანაპიროს აღმოსაჩენად, რომელსაც ქვია ფტერი და მოდით ნახოთ ერთად რა დაგხვდება. ჯერჯერობით რაც გზაში ვართ, ასეთ ხარეს არის მაგარი ხარი. და იმედია იქ ასე არის, და რადგან დღეს ვერავარ. Ciao. Ciao, Pater. Ciao. Ciao. Uinho, Pater ბავშვებიო. ეს როგორი ფხავს? არა ყუდებს როგორ ვიქნევთო? ამას ალბათ მოაჭრეს. ესეც ნახეთ რა. უყურეთ როგორ არიან ჩამოწყობილები. ახლა რა დამინახეს. ერთგუნდად იკვებიან. როგორი ჭკვიანები არის. ცხოველები და რა უსამართლოდ ლექცები. მე მგონი ნამდვილად ცუდი დღე ავირჩიე გამოსაბრანჭად. საშინელი ხარია. ძლივს მოვპო ბღდით აქამდე, წესით არც უნდა გაგვერისკა. ჩვენი საზღვი წერდა, მაგრამ დიდი ალბათობით რა ხდება? აი ასეთ ექსტრემალურ პირობებში გვიწევს ვლოგების გადაღება. ასე რომ გამოგვიწერეთ. დაგვლაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, გაგვაზიარეთ და მხარი დაგვიჭირეთ. ბავინიცით ეს ბოთლები რისთვის არის აქ ჩამოწმული. თქვენ თუ იცით, დაგვიწერეთ კომენტარებში. გაგვარკვიეთ, როგორი უცხო მცენარეებია. და გავწრეთ. ამჟამად მე წავალ მოდი პირველი. ესეთი არაფერი არ ყოფილა. უნდა მეთქვა მე წავალ მეთქი პირველი თქვა რომ ისე იგივე არ განმეორდეს როგორც წინაზე. რა საყვარელი გასაზრომია. ესეთი ადგილები რაჭას მოხსენებს. ესეთი ნიშნებია გზის გასაკვლევად. ეკა შევატყევთ მე მეორე მიმართულებით. ძალიან მისტიური გზა არის და დიდი მოლოდინები მაქვს დანიშნულების ადგილზე. აქ რაღაც ნამეტანი ცუდი გზები დაიწყო. სად? უი. ალბათ აქეთ. აუ რა ლამაზია იქ. თქოს ნიშნები არ არის? ხო და მე მგონი არის სწორად აი რა. რა ლამაზია. ვაუ. იქ უნდა ავიდე, ხო რა და. სწორად მოვდივართ? ალბათ ეს. რატო? არ ვიცი. სათხედაობა ნიშნავს. აი, ხარი, თვალზე წითელი. იქ უნდა ჩავიდეთ.
კიდევ ერთი ნიშანი. ამას შეხედეთ წინ რა გველოდება. ისე რაკეთილია ვიღაცა ესეთი ნიშნები რომ დატოვა. კიდევ ერთი ნიშანი. წავედით უკვე. აქ ხო. საიდან უნდა ასე უნდა ავიდეთ, ხო. მეგონი ვუახალდები. ნელ. ტურისტები შეხვდნენ გზაში და გვითხრეს რომ დაახლოებით 15 წუთი არის აქედან ჯერ კიდევ სავალი. ქარზე ვკითხე და მითხრეს რომ ქარი საერთოდ არ არის, ასე რომ ვნახოთ აბა რამდენად სანდოა მათი სიტყვა. რა თქვი? რა მაინც და მაინც დღეს მომიდა იმების. წეღან მიმაბრალებდა. გამოგიჭირე. всё, ჩუ. არ მესმის. ესენი თავიცოდი თუ ბოტასებით ხო და შენ ვიხარი რომ ესენია. ხო, ეხლა იმასა რო გითხრა, არც მე არ ვიცოდი ეს გზა თუ დამხდებოდა საიდან უნდა მცოდნო და მაპში მიჩვენებდა რომ პირდაპირ მოტოციკლით მოვდიოდით. აი აქ გადავწყვიტეთ ჭრდილში შესვენება. ლიზა ჩივის რო ხელი ეწყის. გზაში დაიწვა. აი ამ ჩანთას მოვუათრე მთელი გზა და ალბათ ერთი 20 კილოა ლიზას სახში რაც ქონდა ყველაფერი შიგ ჩაატია. ყველაფერი მე დამაბრალე. აქ დრონის აშვება მინდა მარცხა ქარია და ვერ ვისკა. Thank you. მეც მესმის. ალბათ მეორე ბილიკია იქეთ და ხალხია რა. ან თხები არიან. რატო გიჭირავს ქვა? მანახე გიხვეწე. ფოტო რა გადაუღე. აბა. გაგითხარით ხაით. წამომივეპაროთ. და დედასთან და. ხო. აი, რა საყვარელია. დედა მისი არ დაგვეტაკოს ეს. ისე და მე ჩავალ და ჩამოგიყო. მოიდი. არი ამოვარდა, არ იყო წეღან და რა არის. ვაუ, სანდავართ. მოვახციეთ რა სიძახი. ვაუ. აი, ნახე, წავით ახლა სახში. აი ხარი რა წვადრან სხვა უშვებდი აქ რა მაგარ კადრებს გადავიღებდი. ნახე გამოქვაბულია იქ პაწი. ხო. მივიდეთ. ნამდვილად საოცრება. დიზაინს აწება შესასვლელად როგორც ჩანს. ხეთრავი. წესით კუდარი უნდა იყოს, მაგრამ ჩავსვათ მაინც წყალში იქნებ მოცოცხლდეს. არც ისე გამომხმარია და იქნებ არის შენს.
ეს კბილანები უნდა ამოძრავოს. მოდი რა, გასაცხოვდი. ესე ცოცხალი მაქვს ნაპოვნი. როგორც ჩანს, მკვდარია. ეხა ქარი რო არ იყოს, რა სიცხე იქნებოდა. ოდნავ ჩადგა რა მაგარი. აი ესეთი ბჭყვიალა ქვავი მოყვა. ტურისტმა მოგვეტყუა არა ქარიო. არა კაცო რა ქარი. საერთოდ ქარი არა. გავიყინეთ. ვაჟამ ჩაიცო, მაგრამ არა ცოტა ხანი უნდა ვიყო მზეზე. გადავიფიქრე, უნდა გავასწრო ზაქარში. გაახსენდა რომ მე უნდა გადამასწროს და ისევ გაიხადა. დასანანია რომ ასეთ ლამაზ სანაპიროზე აღმოჩნდით და ესეთი ამინდია. თუმცა მაინც არა ვფიქრობ რომ საკუთარი თვალით ვიხილეთ ეს სილამაზე. და კარგი თავგადასავალიც გამოგვივიდა. ესეთი ექსტრემალური გზა იყო გასავლელი. ჩავისა და წავალ. ნახეთ მოვედით, წავედით. გაშა. ეხლა ხდებით რა ქარია? ხალხი აქეთ მოპროვდა. სავარაუდოდ იქ არ უბერავს იმდენად. როგორც კი ამკლდეს ამოვეფარეს, ხარიც გაჩერდა. აქამდე სად ვიყავით? სიღრმე არ აქვს. რასაც ხედავთ ეს არის. სილამაზე. აი ესეთი პატარა ტიპსები დაცვრავენ. ძალიან პატარები არიან, არ ვიცი თუ ხედავთ, აი. აი აქ გვერდზე პატარა სანაპირო. სავარაუდოდ ცურვით უნდა მიხვიდე იქამდე. მანახე მეფში. აი ესეთი რაღაც არის. აღარ წახვიდებ. გადმოვძვერი. გადავწყვეტეთ რომ აქეთ გაგვეშალა, რადგან ნაკლები ქარია და თან დაველოდებით, ამის პროგნოზი აჩვენებს, რომ ქარი ჩადგება და გზაში უფრო უსაფრთხო ვიაროთ. პირველი შეხტომაც დაფიქსირდა. აქ არის ყველაზე ცივი წყალი, სადაც ყოფილა როდეს. ძალიან მინდა მეც შევიდეთ წყალში, მაგრამ მე გასაშრობად უნდა მივიფიცხო მზეს და დავიწვევი უარესად. და კარგი იქნებოდა გაგრილება. თან ფეხიც ვტკივა, ფეხის გულზე რომ აქვს ჭრილობა და არ მინდა რომ გავიარო კენჭებზე, იმიტომ რომ ეს დღეები რომ ვიარე უარესად მაქვს. განახებთ და ვისაც გეზიზღებათ, ცოტა ხანი თვალები დახუჭეთ. აი ესე გამოიყურება. წარმოგიდგენთ მზის ალერგიას. ამიტომ ცოტა ხანი სახლში უნდა დავრჩე. თინც იგივე არ მოგივიდეს, ხა ფრთხილად იყავ. ნახე როგორ ამოატრიალოთ ხელები, კარგად ყველგან რომ რა ხდება პაწო, დავიწვითო? გაიზიარა ჩემი ბედი.
ხო და მე მგონი რომ მეორე მხრიდან მოვედით როგორც გითხრა. სადღაც გავა, მაგრამ აქ აშკარად არ ყოფილოს. მოკლედ სამშვიდობას გამოვედით. აღმერთები იყო ძალიან დამღლელი და მით უმეტეს ვაჟა ძალიან გაწყალდა ამ ხელა სიმძიმე რო აქვს ზურგზე. რა სიტყვება კიდე მოვალთ აქ? არა. შანსი არა. ძალიან დამღლელია და არა, პაწი ხადაო, შანსი არა. ყვილად არ ეძახიან ზეთის ხელის ქვეყანას. ჩემი სიხარული. მოვახციეთ სახში როგორც იქნა. მაგარი გათიშულები ვართ, აი ძალიან დამღლელი იყო ყველაფერი. ძალიან დავიღალეთ, მართლა ძალიან დავიღალეთ. ისე შევჭამეთ ახლა საჭმელი, ვერც მივხვდით და ვერ გავაანალიზეთ. ისე სწრაფად ან მე ლიზას მასე სწრაფად ეჭამოს საჭმელი არ მინახავს. თან ამდენი. დღეს ვჭამე მაკარონი, როგორც ყოველ დღე ტომატში. შენ ეჭამე? მე ვჭამე გუფთა. ხო, რა ენაღულება ყოველ დღე ნაირნაირები მე ვიკითხე. დავიწვით, მაგრად, ანუ მე მაინც მოფარებული მქონდა. პირსახოცი, მაგრამ მაინც ძალიან მეფხანება ხელები და გამომაყარა სავით, წითელი წინწკლები მაქვს, აი ძის ალერგია თქო და განახეთ. შენ არ გიწვის? მე არ მეწვის, მაგრამ ეს დამწვარი ვარ კი. ვერ ვგრძნობ ყველაფერს. ეხლა რა უნდა იგრძნო, ისეთი დაღლილები ვარ. ხო, მამეთ ხავს, ეცი, ჩემი ლამი. მოკლედ ესე რა. ეს პასტა ვიპოვე გზაში. ყოველ დღე ნაირ-ნაირ რაღაცებს პოულობთ, მოკლედ. აწერია ინგლისურად 27 სექტემბერი 2025. პარკერ. აწერია კიდე და თუ დელფტ დიამ. არ ვიცი სწორად თუ წავეკითხე, მაგრამ ესე აწერია ყოველ შემთხვევაში. ძალიან ლამაზია. ვიცი, მე გავალ, შენ უკეთე გადაიღებ ჩემ გარეშე. ხო ერთ ჩემი პატარა, მე გაბნევ ახლა ვაშ. არა, მაბნე. მე ვარ დაბნეო. გზად რომ მოვდიოდით, მსჯელობდით. მიყვარ ხარ. ისეთი გათიშული ვარ ერთი მეათე ჯერ წერ მეგონი ამ ვიდეოს. მე მიყვარ ხარ მე. ხო და გზად რომ მოვდიოდით, მსჯელობდით თხებზე რა. აი ესე თავისუფლად რომლებიც არიან გაშვებულები, იმიტომ რომ უმეტესად ხედავთ ხოლმე ეს ერთად შეკრულ ფარას და მწყემსი მიუყვება და მოყავს ისევ რა, საღამოს. ხო და ესენი ესე გაფანტულები რო არიან კლდებზე და რავი ყველგან რო არიან რა. გვაინტერესებდა იყვნენ თუ არა ვინმეს მფლობელობაში თუ იყვნენ ველური თხები. ვაჟა მეუბნებოდა რომ ველური თხები არიანო და თან ისიც გვიკვირდა რომ აქ წყალს საცვამენ თქო. ხო და გზად შემოვიარეთ მარკეტში და გამყიდულს გკითხეთ როგორც ჩვენ საქაურია. ესენი არიანო ველური თხებიო, ანუ ესე თავისთვის რო არიან გაშვებულები თავისუფლად, მაგრამ არიან ვიღაცის საკუთრებაში. და თურმე წყალს საიდან სვავენ? ჩადიან სანაპიროზე. თან იქ სანაპიროზე ძალიან ბევრი ფეკალიები შეგვხვდა და ფიქრობდით, რომ ხო არ ჩამოდიან ბანაობენ. თურმე ჩადიან სანაპიროზე და სვავენ ზღვის წყალს. და რა მოაყოლა ახლა ამ ყველაფერს? თან მეუბნება მე ამას. რომ მაგათი ხორციო ყველაზე გემრიელიაო, ვიდრე იმ სოფლის თხებისო, ესე რომ დაყავსო მწყემსო. ზუსტად ამ ზღვის წყლის გამო რო სვავენ, იმიტომ რომ მარილი უჯდებათ სხეულში და აგემრიელებს როგორც ჩანს მათ ხორცს.